რაც შეეხება ემიგრანტებს, ეს უნდა ვიცოდეთ, რომ შენ რო ეხმარები, მე თქვა გაგიმარჯოს მატერიალურად, მაგრამ ეს რო გადაახო ეს მონატრება, რა არის საჭირო? შეიყვარე ლოცვა და ამით იცოდე, რომ შენ ეხმარები, შენ ახლა მატერიალურად რო ეხმარები შენ შვილს ან ვიღაცას, ამ დროს ეს შვილი შეიძლება აცდეს ზასა და არასორი გზით იაროს. ამიტომ მატერიალურად ხო რა საკმარისი. ამიტომ უნდა შეიყვარო ლოცვა სულით, გულით, რომ მადლი გადავიდეს, შვილი იქნება თუ ძმა თუ ახლობელი. ამ ლოცვით უფრო მეც უზა მამაო? მეც უზამდა ეს მონატრებაც, აი ესეთი ის არ გიხდება, ახლა გადაცვალებას ვიღაჩი ძმა გადამეცვალა ძალიან მეყვარდა, მაგრამ ლოცვაში რო ვარ, არ არის ეს დაუშვათ ის წუხარება ამის გამო, რომ ფიზიკურად არ ვხედავ. ასევე ის ძალიან მეყვარს ახლა ეპისკოპოსი კერასიმე. ლოცვებში რო ვიხსენებ, ახლა მაინდამაინც რომ ფიზიკურად ამერიკელი რომ ნახო ფიზიკურად არა მაქვს მაინდამაინც თუ ნახავ გამიხარდება. ესე იგი ლოცვაში ხარ და იხსენებ ადამიანს. ამით მონატრებას ესე იგი ის არ აქვს ძლებ და გექნება არ იქნები უნუგეშობაში და უიმედობაში. მადლობა. დაგროცოთ მეთქვა. დიდი მადლობა. გაგახაროთ მეთქვა. არის ახლა ეს რა არის? რაც შეეხება ემიგრანტებს, ეს უნდა ვიცოდეთ, რომ შენ რო ეხმარები, მე თქვა გაგიმარჯოს მატერიალურად, მაგრამ ეს რო გადაახო ეს მონატრება, რა არის საჭირო? შეიყვარე ლოცვა და ამით იცოდე, რომ შენ ეხმარები, შენ ახლა მატერიალურად რო ეხმარები შენ შვილს ან ვიღაცას, ამ დროს ეს შვილი შეიძლება აცდეს ზასა და არასორი გზით იაროს. ამიტომ მატერიალურად ხო რა საკმარისი. ამიტომ უნდა შეიყვარო ლოცვა სულით, გულით, რომ მადლი გადავიდეს, შვილი იქნება თუ ძმა თუ ახლობელი. ამ ლოცვით უფრო მეც უზა მამაო? მეც უზამდა ეს მონატრებაც, აი ესეთი ის არ გიხდება, ახლა გადაცვალებას ვიღაჩი ძმა გადამეცვალა ძალიან მეყვარდა, მაგრამ ლოცვაში რო ვარ, არ არის ეს დაუშვათ ის წუხარება ამის გამო, რომ ფიზიკურად არ ვხედავ. ასევე ის ძალიან მეყვარს ახლა ეპისკოპოსი კერასიმე. ლოცვებში რო ვიხსენებ, ახლა მაინდამაინც რომ ფიზიკურად ამერიკელი რომ ნახო ფიზიკურად არა მაქვს მაინდამაინც თუ ნახავ გამიხარდება. ესე იგი ლოცვაში ხარ და იხსენებ ადამიანს. ამით მონატრებას ესე იგი ის